ყოველ კვირას სხვადასხვა ისტორიას გიყვებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ადამიანზე და სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ გვინდა რომ მოგიყვეთ კურიერი პიესზე. ეს არის გადაცემა, რომელზეც მუშაობა ჩვენთვის ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა, ამავე დროს საამაყოც არის. აქ ბევრი ადამიანის გამოცდილება, ხასიათი, კამათი, დავღალავის შრომა და ერთმანეთის იმედი იყრის თავს. ამიტომ ახალი სეზონის დაწყებამდე გადავწყვიტეთ ჩვენი გუნდის ისტორიაც მოგიყვეთ. სწორედ ამიტომ კამერა ერთი დღით საკუთარი გუნდისკენ მოვაბრუნეთ. ადამიანები, რომლებიც ეკრანზე იშვიათად ჩანან, თუმცა სწორედ მათი პროფესიონალიზმით იქნება ის, რასაც ყოველ კვირას 9 საათზე ხედავთ. მარიამ შანშიაშვილი მოგიყვებათ. ყურადღებით მოემზადეთ, წავიდა ქუდი. ცისფერი ეკრანის მიღმა საეთეროს მონიტორებთან ამ ადამიანებმა ერთი არხის კედლებში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს. რამდენი წელია რაც რუსთავი არის თანამშრომელი? ბავშვობიდან. პატარა ბიჭი ვიყავი რომ მოვედი აქ და ხა ცოტა დავბერდი. სულ აქ ვარ. ჩემი მეორე ოჯახია. აქ როდის მოვიდნენ აღარც კი ახსოვთ, სათვალავიც კი აერიათ. ყოველ კვირას, როცა საათის ისრები 9 საათს მიუახლოვდება, საეთეროში განსაკუთრებული სამზადის სიიწყება. კამერის წინ ახლაც ისე ნერვიულობენ, როგორც პირდაპირი ეთერის დროს, ჯადოსნურ პულტთან როცა ხდებიან. პიესი ძალიან მიყვარს. შეკრული გუნდია, მონდომებულები არიან, კარგი გოგობიჭები არიან, ჩემი შვილის ტოლები არიან. მარჯვენა ხელი ხარ. აი მარჯვენა ხელი თამას გადამოგაცვით, მაგრამ ბოლომდე არა, ამას მე დავუტოვებ ჩემთვის. თუ რამე ჩვენ ვირტუოზული რამე გვაქვს, ყველაფერს ვცდილობთ, რომ გადმოვიტანოთ მაყურებლამდე. ბიჭებო მოემზადეთ. ბატონო. ილოაბო მითხარი რამე? შემოდიან სულ რაღაცას მაიმუნობენ, ერთობიან და მე უცებ აი ეს დადექი კვირი და მე ხდებიან სერიოზულები და მე ხდებიან ისეთები, რასაც უყურებს მაყურებელი. ჩვენი ობიექტივი მიდის იქ, სადაც რეალური მიზეზი იმალება. გიყვებით იმას, რაც დღეს ამ ოთახში შეკრებილი ადამიანები არც ძალას და არც ღონეს არ იშურებენ მაღალ რეიტინგული გადაცემის მოსამზადებლად. კვირიდან კვირამდე აგროვებენ ამბებს და თქვენთან შესახვედრად ემზადებიან. გადაცემის უცვლელი წამყვანების ტანდემით. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ აქ ყოფილი თითოეული ადამიანისთვის ჩემი აზრით. რა და ის მგონია, რომ ეტყობა კიდევაც ჩვენს გადაცემებს. საამაყო და საპასუხისმგებლო არის ამ გადაცემისთვის მუშაობა. თითოეული ჩვენგანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით მუშაობა, მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც აი ამ გადაცემას აქვს. როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე რეპორტაჟის ავტორებს, ვამბობთ ჟურნალისტს და ვამბობთ ოპერატორს. დიდი შრომა იდება მართლაც თითოეული სიუჟეტისთვის და წარმატებები თქვენ ბიჭებო. ოპერატორები არიან ამ გადაცემის, შეიძლება ითქვას, რომ თვალები. გადასაღებ მოედანზე მათ თვალს არაფერი რომ არ გამორჩება, წამებს რომ ისტორია დაქცევენ, ამბების შემგროვებლებად რომ იქცევიან და ხშირად ეპოქალურ მოვლენებს კადრებად სამუდამოდ რომ შემოინახავენ. და აქეთ მხარე არის კაბინეტი, სადაც მუშაობდა ხოლმე ეპისტოლეებს. პატრიარქის გარდაცვალების პერიოდი, როგორც ადამიანისთვის და როგორც ჟურნალისტისთვის, ჩემთვის იყო ყველაზე ემოციური. ასე შემოუნახა არქივს ლუკა ჩადუნელმა და ხათუნა გაგნიძემ პატრიარქის დაკრძალვის დღეს გადაღებული ერთი სიუჟეტით, რესპონდენტებით, რომელიც დღემდე არავის ჩაუწერია. ირაკლი ბიძას ვეძახდით ჩვენ სანამ დაემთხვა, რომ პირველი ჩვენ შევხვდით გარდაცვლილი პატრიარქის ოჯახის წევრებს. ძალიან რთული იყო მათთან შეხვედრა, იმიტომ რომ თელმა საქართველოს, მაგრამ მათ განსაკუთრებით განიცადეს ის, რაც მოხდა დაუკარგეთ ადამიანი, რომელიც ერის მამა იყო. ლუკა ჩადუნელი კურიერი პიესის გუნდის შედარებით ახალი წევრია. რაღაცნაირ სიმშვიდეს გზნობდი გადაღების დროს. ხარული ვარ, რომ ისტორიას დავუტოვებ ამ პატარა ჩანახატს. ერთმანეთის მხარდამხარ და გუნდურად მუშაობა ამ ადამიანების ყოველდღიურობა. ასე ხშირად შეუსრულებელი მისია სრულიად რეალური ხდება. კამერის მეორე მხარეს დგომა მაინც არ მოსწონთ. მაგალითად, ჩვენს კიდევ ერთ ოპერატორს გიორგი გუჯაბიძეს. როგორი არის პოტენტის როლში ყოფნა? სიმართლე რომ გითხრა, ამსეამონებს. გურულის სიხარტე დადგება ჩვენ ერთად წავედით თურქეთში და იმდენად მოვასწარეთ ერთ დღეში სამ სიუჟეტის ჩამოტანა. ჩემთვის დასამახსოვრებელი კადრი იყო აჭარაში ბებორო მოდის. მე და შენ ვიყავით ერთად მაგ სიუჟეტზე.
კურიერი პიესის მთავარი შედეგი მაინც მაყურებლების გამოხმაურება და მაღალი რეიტინგია, რაც მარიკა გოცირიძის რეპორტაჟებს ნამდვილად არ აკლია. რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ მთელი ქალაქი რომ მათზე საუბრობს სალონებში, მაღაზიებში, გაჩერებებზე, ვარსკვლავების ცხოვრებაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. აი, ჩემივე მეგობრების წრეში მომისმენია გაიგე სოფი ლორენის ბიჭს ქართველი გოგო ყვარებია და ამ დროს ეს ჩემი სიუჟეტი იყო. ჩვენი თიმი არ არის დიდი, მაგრამ არის მართლა ძალიან ერთი გუნდი და ამაზე მეტყოლებს ისიც, რომ დღეს შენი ოპერატორი გაიჭედა საცობში და ჩემი ოპერატორი დგას კამერის უკან. მე შემეძლო რომ უკუდავ მეყოჩი. რაც არ ნახავთ ჩვენ საკვირაო გადაცემაში. კურიერი პიესში ექსკლუზივებიც მრავლადაა და თავიდან გაცოცხლებული, დავიწყებული ძველი ამბებიც. გალაქტიონ ტაბიძის უცნობი ხელნაწერები, ლექსები აღმოაჩინეს და ჩვენ გვქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ პირველად მაყურებელმა ეს გაიგო ჩვენი ეთერის მეშვეობით და მახსოვს ოთახში რომ შევედი დაფაზე იყო მარიკასთან და ხათუნასთან ერთად ჩემი ფოტო გამოკრული და ნუ ეწერა რომ წლის ექსკლუზივი. ეს ზურა ნერგაძეა კურიერი პიესისთვის არაერთი უნიკალური კადრის ავტორი. ნერგი დგას, იღიმის, კამერა გათიშულია და ეს კაი რატომ არ გადაიღე? აი არ მახსოვს გამახსენე. კურიერი პიესის ოპერატორები საუცხოო კადრებს იღებენ, თუმცა მათ ვერ თუ არ გადაღებულ კადრებსაც არ ივიწყებენ. 1 საათი ველოდეთ რომ აი ჭექაფუხელი გადავიღო. კურიერი პიესის ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, ვინც სტუდიაში კამერასთან დგას, ვინც სამონტაჟოში კადრს უხამებს. ესენი ჩვენი მემონტაჟეები არიან. არაჩვეულებრივი ოპერატორები არიან მართლა. ერთ სიამონება მათი გადაღებულის დამონტაჟება. აქ მოაჩენ ძალიან ბევრი ისეთ მასალას, რომელმაც შეიძლება რომ სიუჟეტი კიდე სხვანაირად დაგანახოს. თამასთან ერთად მუშაობა არის უდიდესი კომფორტი. თავადაც დააკარგი ვიყავ ყველანი. ეს ჭარხალა, იგივე ირაკლი, მისი ნამდვილი სახელი აქ არავის ახსოვს. ხანდახან გგონია, რომ ორის ნაცვლად 8 ხელი აქვს განსაკუთრებით მაშინ, როცა სიუჟეტი ვერ ესწრება, თუმცა ეთერში მაინც დროულად გადის. მუშაობთ ერთად და გუნდურად. მუშაობ გუნდით, როგორც არ უნდა იყოს და რა რომ ფორს მაჟორს არ უნდა ვიყოთ. კურიერი 12 საათზე ამით დასრულებულია მე-3 ჩვენი ჟურნალისტი ლუკა ჩანგელია მას შემდეგ რაც მაყურებელს ახალ ამბებს გააცნობს, სამონტაჟოში ადის, სადაც შეუცვლელი მემონტაჟე ლიკა გოგიშვილი ხვდება. მყავს მფარველი ანგელოზი ლიკუნა, რომელიც ჩემს ტექსტზე ერთ-ერთში აკეთებს ხოლმე ყველაფერს. განსაკუთრებულია, როგორც ადამიანი და როგორც მეგობარი, როგორც თანამშრომელი. შურისძიების მოწოდებები ირანი, ამერიკა. რა მოხდება მსოფლიოს ხელწერტილებსა და კონფლიქტის ზონებში, გლობალური პოლიტიკის ამბებს მაყურებელს ყოველ კვირას ნათია ჩეხერია უყვება. სანამ სტუდიაში შევა, ამ ლეპტოპში დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ჩვენი მაყურებელი მიჩვეულია, რომ სხვადასხვა გლობალურ პროცესებს ვაშუქებ, იქნება ეს არჩევნები თუ სხვა კონფლიქტები მაგალითად, მაგრამ დღეს მაქვს განსხვავებული დავალება. სულ რამდენიმე წუთში ვიქნები ეთერში და მოვუყვები რუსთავიორის მაყურებელს რა ხდება მუნდიალის პოლიტიკაში. სანდრო სანაია უერთდება ჩვენს ეთერს ესპანეთიდან. ავთო სანდრო, საღამომშვიდობის. ოთარ თევზაძე, ჩვენი ტექნიკური პროდიუსერი, რომელიც ახლა სპორტულ სიახლეებს ეცნობა. გუნდური თამაში ოპერატორებისგან რამდენად მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი გუნდი ვართ ყველანი დაწყებული ცოვიდან გამთავრებული ოპერატორით და გაგზავნებული ჟურნალისტით და ყველანი ვაკეთებთ ერთ საქმეს. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. აქ ყველა ადამიანი გუნდის მთლიანობას განსაზღვრავს. გუნდურობა, საქმისადმი სიყვარული მე მგონი ყველაზე კარგად გვაქვს აქ გამჭდარი გათავისებული. გუნდურობა ქმნის იმ პროდუქტს, რასაც მაყურებელი ხედავს ტელეეკრანებზე. ხშირად ჩვენთან ისეთ ხდება, რომ ქუსლებიდან სპორტულ ფეხსაცმელზე გადადიან და კარიერის მთავარი გოლებიც ასე გააქვთ. თან მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატია და იმასაც მხოლოდ რუსთავიორი უჩვენებს. ბურთი შევიტანე პარლამენტშიც კი და ეს ალბათ ბოლო დროის ყველაზე საინტერესო რეპორტაჟი იყო, იმიტომ რომ ვიცნობ ჩვენ პოლიტიკოსებს, ვაკეთებ პოლიტიკურ სიუჟეტებს და ვიცით მათი პოზიციები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა საინტერესო იყო ალბათ მათი პროგნოზები, რითიც ჩვენ გავინტერესდით.
თავგადასავალი სპორტში. და სწორედ შენი რჩევადარიგებებით მივედი მერაბ დვალიშვილთან და აი ეს შედეგი მოყვა. მართლაც ჩაწერეთ ძალიან მალე გაგიშვი. ნიშკა. ვიდეო დამტოვე, ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღო ჩემზე, სიმონ. წარმატებები. კურიერი პიესის ობიექტივში ჩემპიონებთან ექსკლუზიური ინტერვიუებიც ხშირად ხდება, მაგრამ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი მირიამ ბოქოლიშვილი ნამდვილად სხვა მიმართულებით არის ჩემპიონი. კურიერი პიეს ქონია ძალიან ბევრი რეპორტაჟი, სენსიტიური თემები იყო, ეგრეთ წოდებული სკანდალური თემები, რასაც ვეძახით ჩვენ სფეროში. ჩონჩხად ქცეული გვამი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ გავცდეთ ეთიკის ჩარჩოებს. მის თვალებს რა არ უნახავს და გადახდენია. არც საჭის მართვა მარტივი, ეს ადამიანები არხის ისტორიას ქმნიან და ხშირად სიუჟეტის შინაარსსაც განსაზღვრავენ. მავსულიყავი ზემო აჭარაში, ჩაგვეწერა ბაბუს სახლში, ჩამოსულიყავი ჭიათურაში, მე ჭიათურიდან ისევ ზემო აჭარაში ამოსულიყავ და ეს ყველაფერი მასალა უცბად უნდა თბილისში აღმოჩნდა იყო. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა იყო, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე იმით, რაც ნახე, რაც გამოვიდა, როგორც ვასიამოვნეთ იმ ბაბუს. მოდი გელოდიაგე. შენი ბაბუას ადგილზე ხარ, ბაბუ. აქ შეუსრულებელი მისიაც არ არსებობს. კურიერი პიესის წარმატებას ბევრი ადამიანის შრომა განაპირობებს. მათ შორის არხის სიამაყის, გიორგი ქორქიას და მისი შეუცვლელი ოპერატორის. სად არ ყოფილან და რა აღარ გადაუღიათ მათ ობიექტივში თითქმის მთელი საქართველოს მთა და ბარი მოხდა. ერთი გასაჭირია ლევანას რომ ყველა გადაღებაზე რაღაცას კარგავს. არ არსებობს ზაუდობა ნამდვილი განსაკუთრებით როგორც ვიხდი ხალხს მართლა უყვარს ეს ცხოვრება კულინარია, სოფლების კულინარია, ადგილობრივი კულინარია. ზაუდობაზე. წაწავხდი ჩვენ და მიწაზე რო გადავიღეთ მართლა ორ დღეში მილიონსაც და ნახვები. სტრუფელის მიწიდან ამოღებასაც თავისი წესი. პიესი არის შანსი რომ დავტოვო ბევრი კადრი ჩვენს ჟურნალისტებთან ერთად. და ბევრი საინტერესო კურიერი პიესის ოპერატორებისა და ამბის მთხრობელების თავგადასავალი კვირიდან კვირამდე, სიუჟეტიდან სიუჟეტამდე გრძელდება. ვაპირებთ ახალი სეზონიდან ისევ თქვენი ოჯახების სტუმრები ვიყოთ. ყოველ კვირას ტრადიციულად 9 საათზე და ყველაზე საინტერესო თემებით.